დღეს ფოთში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ამავე უწყების ინსპექტირების განყოფილების უფროსის ეკა ჯინორიძის ინფორმაციით, მოქალაქეები მდინარე კაპარჭინაზე ძრავიანი ნავითა და კუსტარულად დამზადებული ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ. ფაქტის გამოვლენისას მეთევზებმა გარემოს დაცვის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო. გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს უკანონო თევზჭერის ფაქტი. ქალაქ ფოთში მდინარე კაპარჭინაზე მოქალაქეები ეწეოდნენ უკანონო თევზჭერას ძრავიანი ნავითა და კუსტარული წესით დამზადებული ელექტროშოკური აპარატით. აღნიშნულ ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს. ფაქტის გამოვლენის პროცესში მოქალაქეების მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, რაც აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კანონი ადმინისტრაციული სასჯელის სახით 2-დან 4,000-მდე ლარის გადახდას ითვალისწინებს.